გამგებლობის კანდიდატია ბატონი გოჩეგოჩიტაშვილი, მაჟორიტარობის კანდიდატია ჩვენთვის კარგად ნაცნობი ვალერი და პროპორციულ სიის სათავეში სხვადასხვა მინდა გითხრათ, რომ თლიანი გუნდის გადაწყვეტილება იყო ჩვენთვის საკმაოდ მოულოდნელი, იმიტომ რომ მიუხედავად ყველაფრის ალბათ ასე კი არის პრობლემა, რომელიც ადამიანს ყველაფერთან ერთად გინდა გამოცდილება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ 18 წლის შემდგომ სხვადასხვა სამსახურებში უკვე 19 წლის ავიყაროთ და სამუშაო თათბირებს ვესწრებოდი და კარგად ვითავისებდი უფროსის შენიშვნასაც და შექებასაც. ამიტომ ჩვენთვის არ არის სამუშაო გამოცდილება პრობლემა, მე 27 წლისა ვარ, 7 წელზე მეტი სამუშაო სტაჟი მაქვს. არ ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა თაობა მოვიდა, რომელიც არ აქვს სამუშაო გამოცდილება. შემიძლია დაუდგენ ნებისმიერი პარტიიდან, ვისაც ამის ამბიცია ექნება. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ღირსეული არჩევანი, რომ ყველამ ერთად ჩვენი ლიდერების ხელმძღვანელობით ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის და ბატონი კახი კალაძისა და ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ შემდგომ ის რომ ბატონი გოჩეგოჩიტაშვილი გამგებლობის კანდიდატი და ბატონი ვალერი თქვენი მაჟორიტარული დეპუტატი ყველამ ერთად შემოვხაზოთ 51 და გპირდებით რომ მე ამ სოფელში აუცილებლად 2 დღეში და 3 დღეში ერთხელ მაინც ამოვდივარ იმიტომ რომ აქ მყავ მე მოხუცებებია რომელსაც ძალიან დიდი პატივისცემენ ჩემი ბიძაშვილები აქ მე მყავ ბიძები მყავ ბიძაშვილები და მაგრამ მე ჩემი მოვალეობა მიმაჩნია რომ ჩემი მოხუცებულებიას უნდა მივიდე და ერთხელ მაინც უნდა მოვიფერო აი ამ სიტუაციიდან გამომდინარე მიშიკოსი და როლანდის დიშვილი ერთსომება კონსულტაციის თავდასხმა და ძალიან შეხვედრა და ეხლა მე ვიცანი ძალიან ბევრჯერ მახსოვს ამ ადამიანმა ძალიან ბევრჯერ თონის პურებს გვაჭმევდა ხოლმე აქ რომ სამოვიდოდი სტადიონზე ფეხბურთს თავდაშოდით ხოლმე ელიასთან და ბიჭებთან ერთად ხოლმე მე გაზი რო გაიყვანით იქა თქვენთან აქაც რატო არა მოიყვანეთ აუცილებლად პირველად გასულებთ ჩვენც აუცილებლად ერთიან დარაშინებული ქვეყანა ამიტომ ბიუჯეტი ეხლა მოვიდა ეს ბიჭი და მაგალითად გაუნება ეხლა ბავშვობაში ხო ვერ გაგიყვანა არჩევნებამდე ყველა მოდის და ისავარ მე ის ჩამარხული აქ აი გადის ვინახი არასდროს ვინ ჩამო ჩამარხეს მე რა ვიცი იმედია აღარ იქნება სააკაშვილის რეჟიმი იმედია აღარ იქნებიან ეს ნაციონალები აქეთ მაინც